ქარბუქისა და დაბალი ხილვადობის გამო წალკის სოფლების იმერა, ბარეთი, თეჯისი, ჩივქილისა, ხარკოი, გუმბათი, ავრანლოს საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება აკრძალულია ფარავნის უღელტეხილზე, ხოლო აიაზმა ნინოწმინდის გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირება. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 2 პირს საცხოვრებელ სახლში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სადგური, სადაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანას ახდენდნენ. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლისამართლის კოდექსის 260, 260 კვარტა და 265 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ახალციხის მერიის შენობაში შესასვლელის და საკონფერენციო დარბაზის რეაბილიტაცია იგეგმება, რომლისთვისაც მერია 200,000-ზე მეტი ლარის დახარჯვას გეგმავს. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით იგეგმება ფოესა და საკონფერენციო დარბაზის რეაბილიტაცია. ასევე იგეგმება ავეჯის განახლება. წინადადებების მიღება დაწყებულია. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა დაასრულოს.